მოგესალმებით. მე ვარ ანასტასია, ეს არის გადაცემა სივრცე, დავბრუნდით და სეზონის პირველი სტუმარია თორნიკე ტატიშვილი. გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ხარ? მადლობა, კარგად. და მადლობა, რომ მოხვედი და შენი რეგალი არ გამოვაცხადე, რადგან მინდა რომ შენ თვითონ უთხრა მაყურებელს ვინ არის თორნიკე ტატიშვილი, იმიტომ რომ ვიცი ძალიან ბევრი მიმართულებით გაქვს გახსნილი შენი ნიჭის გზები. გახსნილი გაქვს ალბათ. ხო, მოკლედ პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები შენს მაყურებელს, მით უმეტეს სეზონის გახსნა და ისეთი ამბავი დამეკისრა, რომ როგორ წავა შემდეგი გადაცემები, ამაზეა ხო დამოკიდებული. კი ბატონო, გახსნავდა შენთან ვიყავი სტუმრად შენს გადაცემაში და იქ ჩვენ შევთანხმდით რა აუცილებლად მოხვიდეთი ჩემთან. კი. და კიდევ ერთხელ მადლობა მოპატიჟებისთვის, რაც შეეხება რეგალიებს. მოკლედ პროფესიით ვარ ეკონომისტი. მომღერალი ვარ ზოგადად და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ხელოვანი ადამიანი ვარ და ერთგვარად ჟურნალისტობასაც ვიბრალებ. და ეს ჟურნალისტობა როგორ გამომდის, ეგ უკვე შეუძლია თქვა. მე ვიცი, არაჩვეულებრივად და შეუძლია ჩვენ მაყურებელს ნახოს ჩვენი გადაცემა. და არაერთი პროექტი მაქვს, ძალიან ბევრი პროექტს ვარ ერთად შეჭიდებული, იმის და მიუხედავად რა თქმა უნდა, რომ სპონსორები არის, ენთუზიაზმზე, მაგრამ მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. ეს მისვლა მოსვლა საუბარი სხვადასხვა თემებზე სხვადასხვა ადამიანებთან და რა ვიცი აი ესე ვარ და წამყვანიც და მოკლედ აი ძალიან ბევრ რაღაცებს ვეპოტინები ასე. ხო და ეს ხელოვანი ადამიანი ეკონომისტი როგორ ხარ ამაზე? ეგ ამბავი გეტყვი როგორ არის ხო იცი აი ბავშვობაში უნდა თქვენ რა ჩემი შვილი იურისტი უნდა გამოვიდეს ჩემი შვილი ეკონომისტი უნდა გამოვიდეს და ასე შემდეგ აი ეგ მომენტი იყო რა მაგრამ მაინც ვერა რა რაღაცნაირად აი ხა დამსვა მაგალითად ბანკში სამუშაოთ ხო? აი ვერა და ფიზიკურად ვიცი რომ ვერ გავკაჭო, იმიტომ რომ ჩემი გულდასული იქით არის რომ სცენაზე ვიდგე, ვიმღერო, გადაცემები ვაკეთო და აი ესე შემდეგ და ფიზიკურად სხვათა შორის იქაც წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, მესამე კურსზე უკვე სტუდკავშირის თავმჯდომარე ვიყავი, ვატარებდი სხვადასხვა ღონისძიებებს და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც როდის მიხვდი ხელოვნება იყო შენი სფერო და როდის მიხვდი რომ გინდოდა რომ მომღერალი გამოსულიყავი? ეგ პრინციპში უკვე ბავშვობიდან იყო ჩანერგილი ასე. როგორც იცი შენი მამიკოს ინფლუენსიც არის ამაში ხო რაღაც დოზით? მამა ჩემს კონსერვატორია დამთავრებული ფლეიტის განხრით და არ ვიცი მოყოლი მოგთვა შემს ყოველდღიურად საღამოს აი ესე მაგით ვიღვიძებდი ვიძინებდი დამტარა რაღაცა ფლეიტაზე მეცაინეობა ამბავი და ეს ყველაფერი ბავშვობიდან ჩაინერგა ჩემში და აი ესე მეუნებიან უკვე რომ 3 წლის კი მახსოვს მეც აქა-იქ, მაგრამ 3 წლის რო იყავი უკვე პიანოს არ შევდებოდიო და ხან დაკვრას ცდილობდიო, ხან გიტარაზე, ხან პიანოზე, ვთქვა რომ მაინც სისხლის ყივილის ამბავიც. თან გენეტიკურად თანასაც უყურავდი ეს კიდე. და აი იცი რა მაინტერესებს, დადიოდი სიმღერაზე თუ შენით, ანუ სწავლადი არის თუ ადამიანს გულით უნდა რომ პირობითად სიმღერას მიყოს ხელი თუ აი მაგაზე სულ დავარი ხოლმე, იცი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მინახია რომ მაგალითად ამბობენ რომ აი ბავშვობაში საერთოდ სმენა არ ქონდა და ეხლა როგორ ღებს და მეც გამიგია. ჩემთვის არის წარმოუდგენელი ეგ რა რომ თუ მაგალითად შენში არ არის ეს როგორც მაინა ბერძე იტყოდა ხოლმე ან გაქან არა გაქვს თუ შენში არ არის ეს ნიჭი მაგალითად როგორ შეიძლება ისწავლო ხა რითმის გზნობა მინიმუმ ხო უნდა გქონდეს ხო? ნუ გონია რომ სმენაც უნდა გქონდეს და ხმა ცოტა სმენას და ეხლა რაც შეეხება ვოკალს ეხლა ვოკალს ბოლო შეიძლება იარო და დახვეწავ რა ვოკალს მაგრამ აი ხა დანარჩენი რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს თუ არ გაქვს ეს ნიჭი შენში და უფალმა არ დაგაბერტყე ეს ნიჭი გონია რომ რაღაცა სწავლით თუმცა დღეს ისე ხა აღარ მინდა რაღაცა პესიმისტურად გადავიდი მაგრამ ისე გაუფასურდა ყველაფერი რომ ადრე როგორც იყო რომ მაგალითად რომ აი ნეტა რაღაც ჩამაწეინა ნეტა მამღერა რაღაც ეხლა არის ხელოვნური ინტელექტზე გადასული ყველაფერი უკეთეს ხელოვნური ინტელექტით ქმნიან სიმღერას ამღერები ხელოვნური ინტელექტი მღერის გუშინ TikTok-ზე პოსტიც დავდებ თუ ძალიან ავირევით თემებში მეთქი აი ეს რომ მოდიან მეთქი რა რაღაც სიმღერების შეკვეთებთან დაკავშირებით და აი ეს შემსრულებელი მინდა ის შემსრულებელი მინდა შევდივარ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი და თანაწილე ჩემია ჩემი ნამღერი უწერია იქ რა ეხლა ვისაც უწერია რომ ხელოვნური ინტელექტით შევქმნილი კი ბატონო ხო და აი რაღაც ცოტა გატყუებს ხო პირდაპირ თქო და ხალხიც რო ვერ ხვდება ნახევარზე მეტი აი ეგ რაღაცა საწყამა
ხო. უფრო საწყენიერი ხალხი ვიდეოებსაც ვეღარ არჩევს უკვე. ეგ საერთოდ. არათუ ხმას, ხო? ეგ საერთოდ კოშმარია, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა შეიძლება ახლა აიღონ და აიქნან და ვიმონტაჟონ მაგალითად, რაც არც გვითქვამს, არც ვიმოქმედია და აი ვერც გაარჩევენ რა. მით უმეტეს მწვანე ფონი გინდა ეს გინდა ისეთ რაღაცებს დასვამენ რომ შეჩებს ჩაშვებებს თავი დააჭერებს. არა, ზოგადად თუ ამბობ, ისეთ რაღაცებს აკეთებენ თქო, რომ გინდა მწვანე ფონი აიღე, გინდა ისეთ რაღაცას გაიკეთებენ, რომ საერთოდ კი, აბსოლუტურად გეთახმები. მომიყევი, როგორ დაიწყო შენი ერთ-ერთი პროექტი და ორი ვიცი. ერთი დაპირებული ხარ რომ მიმიწო, სადაც აჭამას მასთან ხო, გურმანი უნდა ვიყო და ვიბრალებრო არაჩვეულებრივი გურმანი ვარ, მაგრამ წარმატების გზის იდეა დაუშვათ, როდის დაიბადა, რატომ დაიბადა და აი რა გინდა რომ აგით ხალხს უთხრა. ესე იგი, თავარი არხი რაცა YouTube-ზე თორნიკე ტატიშვილი, ჩემი სახელობის, მანდ ვაკეთებდი თავიდან პოდკასტებს. მე მანდ დავიწყე ლეგენდები აკვდებიან, სადაც მამუკა ჩარკვიანი და ძალიან ნახე არაჩვეულებრივი ცნობადი ხალხი და ესე ჩვენთვის საყვარელი ხალხი მყავდა. მანდვე იყო იქ პროექტი პოეზია როგორც ასეთი, სადაც პოეტები მოდიან და ასე შემდეგ. და მანდ იყო კიდე აქ ინგრედიენტი, რაც შენ შემოგთავაზე, რომ ჭამასთან დაკავშირებით სხვადასხვა რესტორნებში მივიდივართ ხოლმე, ვაგემოვნებთ და ქულებს უწერთ და ასე შემდეგ. ხო და აი რაც შეეხება წარმატების გზას, მინდოდა რომ რაღაცა განცალკევებულად ყოფილიყო, იმიტომ რომ იმდენი პროექტი იყო ერთად ამ არხზე, რომ მე სამწუხაროდ YouTube-ზე ესეა, რომ რაღაცა ერთი მიმართულებით რო ხარ, აი სხვა კონტენტი რო შემოგაგ ძალიან რთულად იღებენ რა ამ პროექტს და რაღაცნაირად მაინც იქით არიან ჩაციკრულები. ნუ შედის პრიორიტეტი მაინც YouTube არხი არის. YouTube, კი, ფაქტობრივად ეგრეა, ხო, იმიტომ რომ გადმოვინაცვლებ თლიანად პროექტები რაც არის, ნუ YouTube-ზე ვდებ და პლუს Facebook-ზეც იჭრება, იმიტომ რომ ზოგი Facebook-ს უყურებს, ზოგი YouTube-ზე, მაგრამ YouTube community-ისთვის რაც კეთდება, ეგრეა რა, რომ ცალკე პროექტად გამოვიტანე და წარმატების გზა დავარქვი და რატო რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანის მოწვევა შემძლებოდა რა. იმიტომ რომ ისე ჩამოყალიბდა და იმ არხზე, თორნიკე ტატიშვილის არხიდაც ამაქვს, რომ პოდკასტები, რომ ნიშა წავიდა იქით, რომ რეპერები მომყავდა, ჰიპ-ჰოპის წარმომადგენელი და ესეთი ხალხი ასე ვთქვათ რა და უფრო მეტი ნახვები ქონდა და იქითკენ წავიდა ეს არხი. და მანდ რო ახლა ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი მომიყვანა, უკვე აზრი აღარ ქონდა, იმიტომ რომ ექნებოდა ერთი ნახვა, ორი ნახვა და არ იქნებოდა ის რაც უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ეს ცალკე პროექტად შევქმნით, თან საინტერესოა ის, რომ მაგალითად როგორ გადის ადამიანი ამ გზას წარმატებისკენ რა, ხო საინტერესოა, რომ რამდენი ყოფილა მაგალითად, რომ აი წიგნები იწერება, გადაცემები წერება, როგორ მიაღწია ადამიანმა წარმატებას. მე მინდა შენ კითხო, პირველ რიგში გაწყვეტინებ, რა არის შენთვის წარმატება? აი ამ პროექტზე წარმატების გზა და არქვი, რას ნიშნავს შენთვის წარმატება? ვინ არის შენთვის წარმატებული ადამიანი? ჩემთვის წარმატება რა არის, იცი რომ შეიძლება ცოტა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ აი რაღაცნაირად ყოველთვის ფულზე მეტად, ყოველთვის, თუმცა სპონსორებს უდავეძებ, ფულზე მეტად მიხარია ხალხის აპლოდისმენტი, მაგალითად სცენაზე როცა ვარ და აი ის კომენტარები, რაც იწერება ხოლმე, აი ჩამჯდარი ვარ ხოლმე თითოეულ კომენტარს, რომ აი თუნდაც აი ესეთი კომენტარი რო შეხვდება, წარმოიდგინე რომ რა ბედნიერებაა, რომ ასეთი გადაცემები კეთდება, ასეთ ადამიანებს გვაცნობთ და წარმატებები თქვენ, აი ესეთი რაღაცა რო ხდება, უკვე რაღაცად გძნობ თავს, რაღაცა ამაყად გინდა რომ ესე წამოიწიო და რაღაცად გაიშალო. ხრებში ხო რაღაცა ესე რა და დანარჩენი ხა მე ვფიქრობ, რომ ჯერ იმ დონეზე კიდე არ მიმიღწევია წარმატებისთვის რაც მინდა, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ბოლოს მაინც იქით იქნება ეს ყველაფერი, რომ რაღაცა ჩემი თლათ ტელევიზია არა, მაგრამ ესე სტუდიასავით რაღაცა, რომ სადაც აი ესე კი ავიული მომთაბარეთ, რომ ხან რესტორანში ჩავწორო, ხან კაფეში, ხან ესე. აი რაღაცად მეც აი ესე ჩემი კუთხე მოვიწყო, სადაც აი გადაცემებს გავაკეთებ ერთი კაცის ტელევიზია იქნება, ხო პროექტები არ მაქვს თუ რა. თავარია, შენ ისეთი მონდომებული ხარ, რომ არ გაგიწევ. და დანარჩენი იქით ამ მხარეს თუ შევხედოთ კიდე მუსიკალურ მხარესაც, რაღაცნაირად ცოტა გავჩერდი, იმიტომ რომ ერთი წელია რაც აღარ ჩამიწერია არაფერი ფაქტიურად. იმიტომ რაღაცნაირად აი სტიმული დამეკარგა თუ არ ვიცი, აი რა გამოიწვია. იმდენად აი არ ვიცი, არ მინდა ხა ცუდად გამომივიდეს რა, მაგრამ იმედია ჩემი კოლეგები ყველაფერს საუბრობ. არა, იმედია ჩემი კოლეგები არ აღიქვამენ ცუდად, წეგან ხელოვნური ინტელექტიც ვახსენე და სიმღერების
გაფუჭება და გაუპატიურება ასე ვთქვი, სხვა სვერ დაურქვე ვერაფერს, ფაქტიურად ეგრეა. იმიტომ რომ აი მართლა ისე ამახინჯებს ეს ხოლმე ინტელექტუ რაღაცა ნერვები გეშლება და აი თითქოს გონია რომ რაღაც კარგ გემოვნებიან მუსიკას რომ ჩაწერ, აი არ მოусვენენ და არ მოუნდებოდ რომ მოусვინონ. აი ეგეთი შეგრძნება მიჩნდება, იმიტომ რომ ისეთი რაღაცეები იტრენდება და ისეთი რაღაცეებს უსმენს ხალხი, რომ რაღაცა აი ვეღარ იგებ რა მიმართულება აიღო და საით წახვით. ჩემეზეთ შენ გული საითაც მეგიწევს იქით რომ წახვალ, შენი მსმენელი ყოველთვის გეყოლება. მე ზოგადად ჩემი გული და სულიდან მომდინარეობს ხოლმე უფრო soul-ი, R&B, მაინც უფრო აი ჩემშია ხოლმე ეს მიყვარს ეს მელოდიური რა, funk-ით, jazz ელემენტებით. მაგრამ სამწუხაროდ მაინც ასე თუ ისე მე აბსოლუტურად მესმის. ტაშიტუშის ქვეყანა ვართ, მაინც ვაღიაროთ. ხო, გვიყვარს კრიალი, ცეკვა ტაშიტუში, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ბევრი მაქვს ჩაწერილი ეგ მიმართულება, ჩვენს ემიგრანტებს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. სხვადასხვა ჩვენ ძალიან აქტიური მაყურებლები არიან. სადაც ჩავდივარ ხოლმე ამ დაღლილობის და ამ ყოლაფრის მერე უჩემიოთ ხოლმე რომ ტაშიტუშზე იცეკვან გაერთონ და ვის არ გვირჩევნია ისე გემრიელ 3-4 ჭიქის მერე პრინციპში. ხო, კი, ვის არ გვირჩევნია. თორემ რის მიხედვით არჩევ რესპონდენტებს სანამ აი ამ თემასთან ტრიალებთ? რა არის შენთვის კრიტერიუმი? აი მაგალითად წეღალო შემოვედი, წეღანაც საუბრობდით რომ გუში მაგალითად ერთ-ერთი გადაცემა ჩაიწერა, სადაც შშმ პირი იყო და მინდოდა რომ ადამიანებს გაიცნოთ და ენახათ ეს ადამიანი. აი ამოვიდა ყელში რა იცი რომ ტელევიზიაში სულ ერთი და იგივე სახეები. აი ხა არ მინდა ძალიან კრიტიკოსი გამოჩნდა და რაღაც, მაგრამ სულ ერთი და იგივე სახეები, ერთმანეთთან დადიან ერთი და იგივე სახეები. ვიღაცა ახალი სახე ხო უნდა გამოჩნდეს, მაგალითად რომ ეხა რო გეტყვის რომ ტელევიზორი ვერ მოგიწევ, იმიტომ რომ ცნობადი არ ახარ, ხო უნდა სადღაც გამოჩნდო, ცნობადი გავხდე. თუმცა დღეს არც მაგის პრობლემა არ აქვს, TikTok-ზე, YouTube-ზე დადებ და ხო გავარდება და უკვე ხო, მაგრამ აი რაც შეეხება დანარჩენს, უფრო ვცდილობ ხოლმე რაც შეიძლება მეტად აი საინტერესო ისტორია გქონდეს ადამიანს მოსაყოლი, რომ აი ადამიანის გულებამდე მივიდეს და საინტერესო საყურებელი იყოს, თორე ახლა ეს YouTube-ზე ისედაც მეტად უფრო უნდა თქონდეს უფრო გასართობი კონტენტი. ფაქტია. მაგრამ მაინც ვცდილობ ხოლმე რომ ეს შევეჭიდო ამ თემასაც, რომ ცოტა ესეც იქნებ ესეც ნახოთ. ინფორმაციული და საინტერესო იყოს. ხო, აი ესეც ნახოთ რა, აი ეს მაგას ვცდილობ ხოლმე რა. ყველაზე დასამახსოვრებელი რესპონდენტი ვინ იყო შენთვის? აუ ეს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ იმდენი პროექტი მაქვს გაკეთებული, კონკრეტულად ამ წარმატების გზაში თუ ზოგადად. წარმატების ახალი დასწრებული. ვისგანაც ინტერვიუ აგიღია. აი ყველაზე μετად ვინ ესე რომ იტყვა ჩაგრჩა რა. აი შეიძლება ესე გამოუყო, იმიტომ რომ მაშინ მაინც ახალი დაწყებული მქონდა ეს თემა, ეს ლეგენდები აკვდებიან წეღარო პროექტი ვახსენე. ხო და არავის საწყენად არ მინდა თქვა, მით უმეტეს ეხლა ხანს გარდაიცვალა და მიმაჩნდა ჩემს უფროს მეგობრად მამუკა ჩარკვიანთან რომ გავაკეთე გადაცემა. ეს იყო მაშინ ჩემთვის, აი როგორ აგიხსნა რა, ბავშვობიდან რომ რაღაცა შენი კუმირი არის, ადამიანს უყურებ ტელევიზორში მხოლოდ ხედავ და ეხლა მაშინ ხო იცლები. და ცოტა რეალურით არ გგონია იმით იმდენად შორს. მაშინ ხო ჩვენ იმ წლებში გავიზარდეთ, რომ აი მხოლოდ ტელევიზიით ხედავ ადამიანს, რადიოში გესმის, თორე ეხლა ხელის გულზე ესე ყველაფერი ესე არ იყო და აი როგორ ვიყავ, იცი, ბავშვი რო ქმუტავს რაღაცნაირად, ხო იცი რომ ვერ ისვენებს და რაღაც უნდა გააფუჭოს რაღაცა, აი ზუსტად მთელი გადაცემის განმავლობაში აი ეგ ჩანს რომ უყურებ რომ რაღაცა სულ ქმუტავს, სულ ნერვიულობს, სულ რაღაცა და აქეთ მაწნაებდა რომ კაიო, დაწნარდიო დამშვიდი, იმიტომ რომ მიხვდა რომ რაღაცნაირად ძალიან ისე ვიყავი და მაგას ალბათ იმიტომ გამოყოფ რომ აიც ახალი დაწყებული იყო ეგ თემა და რაღაცნაირად აი ახალი შეგრძნებები იყო და ესეთ ადამიანებთან, თორე მერე მიყვა იქ გენო ნადირაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, ამ ძალიან აი ესეთ ადამიანებთან მივყვეთ გივის სიხარულზე ძალიან ბევრი ადამიანი და ნუგზარ ყვაშარი და ასე შემდეგ და ეხაც გრძელდება ეგ პროექტი და ნელ-ნელა რაღაცებს, ჩემი ნანიკო ცინცაძე მყავდა კიდე ქალბატონები არ იყვნენ და პირველი იყო ნანიკო ვინც მაგ პროექტში ქალბატონი გამოჩნდა. მაგ თემას ახლა შევეხოთ, რადგან შენ ახსენე და ქალბატონები ძალიან იშვიათად ყავს სტუმრად. აუ ეხლა რაღაცა ცუდი უნდა დამაბრალონ. არა, სხვათა შორის არ არის ეგ, უბრალოდ რაღაც თითქოს ესე ემთხვევა რა. და პირველი სტუმარი იყავი შენც, ხო, გოგო, ჩემთან წარმატების გზაში. კი ბატონო. ვაკედად მახსოვს. ხო, წარმატების გზაში ეგ და მითხარი რომ აწია სულ კარგ გოგოს მოვიწევო. შენს მერე გოგონა მყავდა სხვათა შორის ეგ ძალიან საინტერესო ისტორიით იყო.
5 წლის წინ ავარიაში მოყვა მე როგორ გადარჩა როგორ ნახე სხვადასხვა ეს მონოკვეთები და ძალიან სევდიანი ისტორია. აი წეღა რომ მკითხე როგორ არჩევა, სულ ვცდილობ რომ რაღაცა ძალიან საინტერესო თემები იყოს ხოლმე რომ მაინც უფრო ადამიანებს მივაწოდო და მარტო მხოლოდ გასართობი კონტენტი არ იყოს და რაც შეეხება მაგ თემას არა სულ ვცდილობ ხოლმე რომ რატო თამუნამუსოიძეც ყავდა მაგალითად მოწვეული ხა თლათ ისე არ არის რომ მაგრამ რო ვფიქრდები თითქოს ბევრი ქალბატონი სამწუხაროდ თითქოს ესე არა მაგრამ სულ სამნი გავახსენდით ახლა არა ეხლა რაც მახსენდება თორე ხუმრობ ცხადია რა თქმა უნდა თორნიკე წეღან ახსენე რომ სულ ამ სპონსორების ძიებაში ვარ რატომ არის რთული როდესაც ადამიანი ხარ ესეთი მონდომებული მოწადინებული გინდა რომ ამ საინტერესო რაღაც გააკეთო რატომ არის შენი აზრით რთული სპონსორის პოვნა ან მიმართე პირადად რომელიმე იმას და უარი გითხრა ძალიან ბევრი სპონსორზე მაქვს მიწერილი რომ ფიქრობდი რომ პოტენციურად ჩემს სახს წაადგებოდა და მათაც წაადგებოდა ჩემი კონტენტი და წინაპარს რომ გამოთქვა ქონათ ხოლმე შენც არ მომიგდეო უბრალოდ ეგ ამბავი იყო აი ზოგი პასუხს აქცემს საერთოდ ზოგი რაღაც 24 საათში მოგწერთ ან გავივლით ამ საკითხს და მოგწერთ ან ეხლა არა ვართ დაინტერესებული და როცა დაინტერესებული ვიქნებით მოგწერთ და წეღა ნამოშთე მე რომ უფრო მეტად გასართობი კონტენტით ინტერესდებიან რა აი რა ვიცი სამწუხაროა თუ საბედნიეროა ვის როგორ არის არ ვიცი ყველა მღერც ხელმომარტოს მაგრამ აი ცოტა აქეთაც შეიძლება რომ გამოიხედოთ თუ რაღაცნაირად ეს აი მაგალითად ლეგენდები აკვდებიან ეგ პროექტი მე ვფიქრობ სასიცოცხლოდ ესეთი და რატო იცი რომ ისტორიას რჩება ეს რა ეს ხო არ არის მხოლოდ რომ წახვიდე რაღაც ორი სიტყვა თქვა ადამიანმა და ეხა აი მაგალითად ერეკლე საღლიანიც ყავდა მოწვეული და აი წეგანაღო ძალიან ბევრი ადამიანი ანუ ადამიანი არის მთელი საქართველოს საყვარელი ადამიანი და მთელი სვანეთის საამაყო ადამიანი და ხა ისეთ ისტორიებს ყვებიან რომ ეს რჩება ფაქტურად ანუ თაობას რომელსაც უნდა მოისმინოს რომ მაგალითად 100 წლის მერე ყველა ღმერთად დიდხან სასოწყოს მაგალითად რო აღარ იქნებიან აი ხა მაგალითად აი თუნდაც ავიღოთ მამუკა ჩარკვიანის გადაცემა რო ჩავწერე ხო ადამიანი აღარ არის ხო გარდაიცვალა აი ხა რამდენმა ადამიანმა ნახა იცი ახლა სამწუხაროდ აი გეტყვი პირდაპირ გეტყვი 1000 ნახვა ქონდა აქამდე 5 წლის წინანდელ ჩაწელი გადაცემას და რო გარდაიცვალა ეთქობა წედენ YouTube-ზე რომ ამოეგდოთ და 2000 ნახვა მოემატა 2 დღეში აი წარმოიდგინე რა აი მარაზმია უბრალოდ რა ხო და რაღაცნაირად სპონსორიც რო იყოს თან კარგი იქნება უფრო მეტად რაღაც დახვეწავ სტუდიას გააკეთებ უფრო მეტად რაღაცა მე ხა კამერები და მიკროფონები და რაღაცები არ მიჭირს მაგრამ საკუთარი გაქვს და თვითონ მემონტაჟებ და ყველაფერს მაგრამ აი ხალხს თავის მემონტაჟეები წავთ სპონსორები წავთ რაღაცები და მაინც ის კონტენტი არიდება კიდე რაც საჭიროა რაღაც მომენტში თუმცა YouTube დღეს ყვავის ვერ იტყვი რომ მართლა ძალიან ბევრი კონტენტია მაგრამ აი აქეთკენ არიყურებიან სამწუხაროდ რა რაღაცა ესეთი ისტორიული რაღაცები უფრო მეტად წავიდეს წინ და ნახონ თაობამ. აი ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ახლა რაზეც ვისაუბრეთ ხო, იმიტომ რომ მუსიკაზე გული აკიცრუდა როგორც თქვი, ძალიან გულდასაწყვეტია როცა შრომას დავუშვათ არ ფასდება ისე როგორც მიზანი გაქვს. აი ყოფილა მომენტი რომ გიფიქრია რომ აი მორჩა რა, აღარ გავაკეთე. შევეშვა. შევეშვა. სხვადასხვა გუშინდელ მოსტომმა მეკითხა გიორგიმ აი ამბავი რომ მეც YouTube-ზე ვიწყებო და ეგეთი რამე თუ ქონია და მე ვუთხარი ყოველდღიურად მეთქე როგორ ყოველდღიურად აი მე ვუთხარი რომ ვიღვიძებ აი ვფიქრობ ესე რომ ღირს საერთოდ წავიდე ჩავწერო მაინც ენთუზიაზმზე მუშაობ და აი რა აზრი აქვს რა შეიძლება გქონდეს რაღაცა 500 ნახვა რაღაც აი ესე იწყება რა დილა მე როგორ შუადღე რომ მოდის აი როგორც მაგალითად ჭამის მის და ასე შემდეგ მოთხოვნილება როგორ ადამიანს აი ესე მაქვს მოთხოვნილება რომ აუცილებლად უნდა წავიდე და გავაკეთო, გადავიღო და დავდო რომ რაღაცა დავიკმაყოფილო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გძნობ რომ იმდენად მივეჩვიო უკვე ამ ყველაფერს და იმდენად მომწონს ეს ყველაფერი რომ ენთუზიაზმია თუ რაც არის, რაღაცეეთ მიყვარს. შენ საქმეს აკეთებ. მიყვარს ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და ვერ ვეშვები რა ვქნა. მე მჯერა რომ ესეც სიყვარული საქმისადმი ყოველთვის ფასდება. კი ბატონო. აზრეთ თუ გვიან. ცოტას მოусვა გულგატეხილი კაცი. მე მგონია რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დაგიფასდეს და დაგიფასდება. რადგან ამ თემასთან ვართ თუ რაღაც პირობითად მეგონება რომ მუსიკაზე გული ავიცრუე ჩემი პროფესიით არ წავედი, აქაც შემოსავალი არ არის. რეალურად აი ხელოვანი ადამიანის
არ ცხადია მხოლოდ შენი ხო ხელოვანი ადამიანის არსებო წყარო რა გამოდის რა არის შენ ვიცი რომ დავუშვათ მაინც მუსიკის კუთხით რესტორნების თემაა რა ეგ არის ხო დღეს რა ხურობ ხოლმე კაცი გამოძახებით სადაც დაგვიძახებენ იქ მივდივართ ხო ეს მომღერლები იმიტომ რომ სხვა გზა არ არის ნუ იქ ქორწილები ნათლობები დიდი დაბადების დღეები და ასე შემდეგ სხვადასხვა ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი ემიგრანტები რომ ჩამოდიან რომ მიცნობენ და პატივისცემენ და უყარვართ ხშირად მიწვევენ ხოლმე ქორწილებში რომ გავალამაზო მათი ქორწილები და სხვათა შორის ემიგრანტების გახიტებული არის ლამაზი სიმღერა რო არის გეტყვი მე შემიყვახარ სრულიად ემიგრანტებმა გაახიტეს და მე ვინ აღარ იმღერა მაგრამ მაინც ჩემი ამბავი არის რომ ვიცოდეთ ბევრმა შეიძლება არ იცის სამწუხაროდ და სულ ამოყოფ ხოლმე მაგეთი და ძირითადად რესტორნები კი რა სამწუხაროდ საბედნიეროა ეგრეა ძალიან საბედნიეროა რომ გიყვარს ეგ საქმე და აკეთებ მაგრამ უკეთესი იქნება რომ ეს ყველაფერი დაფასდეს აი კი თუ გქონია ისეთი ბაბეთი აი მესმის რაღაც დილავებით ფიქრობ ხოლმე მაგრამ აი თუ გქონია ეს რაღაც დეპრესიული მომენტი ცხოვრებაში ცოტა შენს პირადსაც შევეხოთ რა აი აღარაფერი აღარ გინდოდა და რა მოგცა мотиваცია თუ ყოფილა ან საერთოდ რა გაძლევს мотиваციას რაღაცები აკეთო შენ ჰოროსკოპი გახსოვს ყუპები როა ვაიმე ეხლა კი გაგასადა ხო მაგაზე რომ ვისაუბრეთ თუ გინდა დაამთავრე და მე გავუძახო ხო აი ზუსტად ეგ თემა არის რა რომ დილით სხვა ადამიანი რო ვიღვიძებ და საღამოს სხვა ადამიანი ვიძინებ ალბათ ეგ ამბავი აბალანსებს ერთმანეთში თორე სხვათა შორის მოდი პირდაპირ ვიტყვი რა აი ეს მხიარული ადამიანი როგორც აი თორნიკე ტატიშვილის სცენაზე მომღიმარი და ასე შემდეგ ყველა ესე როგორც იცნობს შიგნიდან მაინც რაღაცა ცოტა არის ეს დეპრესიული ფონი იმიტომ რომ ადამიანურია სრულად შეუძლებელია რომ შენ ასე იხარჯებოდე და არ გამოიფიდო რა შეუძლებელია და სხვათა შორის ძალიან ბევრი აი ჩარლი ჩაპლინიდან დაწყებული რობი ვილიამსიც ძალიან ბევრი მსახიობი რომ ეს კომიკოსები ვინც იყვნენ რომ აი რამდენადაც ხა მე ჯვარი მწერია და ყოველას მაგრამ მეტი წილი ახლა მაგალითად რობი ვილიამსი მაგალითად თავი მოიკლა ძალიან ბევრი ადამიანია ვინც ვერ უძლებს ამ წნეხს და რაღაცნაირად იმდენად დეპრესიაში მიდიან რომ უკვე ვეღარ გამოდიან იქიდან ახლა მე ჯვარი მწერია და ჩვენ რა თქმა უნდა მაგრამ ისევ ალბათ ეს მომენტი რომ აი როგორც კი მეწყება ეს სიტუაცია რომ რაღაცა დაუშვათ ხა დეპრესია ხო ის არის რაღაცა მაინდა-მაინც ცუდი ფიქრები მოდის ხო რაღაც შენთვის გინდა ბალი შეიწვე თბილად საბანი რაღაცა ჩართო შენთვის და რაღაცა ან დალიო ალკოჰოლი მიეძალო რა ვიცი ყველა სხვადასხვანაირად ხო ეს თემა ხო და რაღაც ალბათ ეგ მომენტი რომ იწება ან სანამ დაიწყება ხოლმე ალბათ მაინც უფრო ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცი დავკავდე რომ აი მაგაში არ გადავეშვა რა მით უმეტეს ეხლა ახალი სათამაშო მაქვს ესე ხუმრობ ხოლმე გუშინ ჩემი დიშვილი გამოვიყვანეთ გაგუვადან და დიშვილი მეყოლა რა გილოცავ რა პატარა ალექსანდრე და ახალი წევრი რომ შეემატა ეხლა ოჯახს გაიგე მაინც უფრო ის ეხლა მე თუ სამი შვილი მყავს მაგრამ აღარც მახსოვს ამ ხელ პატარები როდის იყვნენ და დაბადების გქონდა შენ გოგონა ხო ეხლა ხო რომელიც პატარა ემიგრანტია და იტალიაში ცხოვრობს მარიამ ხო და ეს პატარა ალექსანდრეც ეხლა შემოგვემატა კიდე ახალი სათამაშო სახში ეს ხო ის პატარა მაინც ისეთია რა გართობს და დეპრესიის დრო სად არის მაგრამ კიდევ ერთხელ ხალხს უსვავ იმას რომ იმდენ პროექტს ვაკეთებ რომ მაგისტრის დრო ნამდვილად არ რჩება და კიდევ ერთ დავსწრენ რომ ამ ყველაფერთან ერთად თავი ავიტკიე და ერთი პროექტი დავიმატეთ კიდევ ერთ ადამიანთან ერთად ვაკეთებ რომელსაც ქვია მომავალი ჩვენია საბავშვო პროექტი დავიწყეთ ახლა და პირველი გადაცემა უკვე ჩაიწერა და მონტაჟდება და ყველაზე ძნელი ყოფილა თურმე ბავშვებთან ურთიერთობა ხო ჩაწაიზოს აი მე რომ მეგონა რომ აი დავუშვათ რომ მოვასტუმაე და თუ ის რომ ბურღავს რომ ეს არის ეგ არაფერი რა ყოფილა მაგასთან აი ბავშვებთან ყოფილა თუ ერთი გაჭედა ბოშმა ვერაფრით ვერ მოვატრიალებ და ჩათვალე და რას ეხება ანუ ბავშვებზე რას აი მოდიან ზოგი ლექსი ძახ ვის რა ტალანტი აქვს რა ზოგი ლექს ამბობს ზოგი ცეკვა ზოგი მღერის პატარ-პატარა ინტერვიუებია ჩელენჯებია და რაღაცები რა და მომავალი ჩვენი ესე ქვია მაგ პროექტს და ზოგი მღერის და ასე შემდეგ და აი ხა მაგალითად ეს პირველი პროექტი რომ დავიწყეთ და ჩავწერეთ ხა მონტაჟდება თავიდან დუეტში იმღერეს გოგონამ და ბიჭმა პატარებმა 5 წლისები არიან დანიელი და ელისაბედი ხო და მე ინტერვიუს დრო რომ მოვიდა
დანიელმა გაჭედა, არაფერი ინტერვიუ არ მინდაო, საერთოდ კარგად იყავითო. რაც გიმღერეთ ისიც გეყოფათ. აი ეს გაჭედა პირდაპირ, ერორი დაეწყო და ელისაბედთან ჩავწერებელი ინტერვიუ რა და აი ესეთებიც ხდება რა, ანუ ვერ გათვლი რა. ხო, ნუ ბავშვი, მესმის რაღაც. ასე რომ, რა ვიცი, უფრო პასუხისმგებლობის შეგრძნება აქვს და რაღაც. დეპრესიის დრო სადღა მაქვს, აბა რა ვიცი. ხო, მაგრამ აი ეს ადგილი სად არის, სადაც ყველაზე მეტად იტანება თორნიკეტაძეში. იუსება. უფრო აიქთემა რა, რომ თუ სტუდიაში წავალ და ჩავწერ. ანუ მუშაობა არის შენთვის ბედნიერების ინდიკატორი? იმიტომ რომ მანდ იმდენად, აი მაგალითად სხვათა შორის კაი კითხვა არის და ეხლა დავფიქრდი რაზე იცი, ძალიან ხშირად ყოფილა მაგალითად რომ რაღაცა დეპრესიული ფონი მქონია და აი ამდგავარ და მაგალითად დამიწერეს სიმღერა და იმ სიმღერაში დამიხარჯია ეს ყველაფერი და ბოლომდე გადმომიცე შეიძლება სიმღერა სევდიანი გამოვიდა. და რასაც ძალიან უხდება ხელოვნებას სევდე. მაგრამ სამაგეოდ შენ რაღაცად იხარჯები და იქდებ ადამიანი ამ ყველაფერს რა. ასე რომ რაღაც უნდა დავიწყო ის სიმღერების ჩაწერა მე მგონი დამაფიქრე შენ ახლა. რატომაც არა, თან მოსმენელი მაქვს და არაჩვეულებრივად გამოგდის. დიდი მადლობა. ხო არა, აშკარად უნდა დავიწყო რაღაცების გაკეთება ისე. ყველაზე დიდი მიზანი რა გაქვს რის სასრულებაც ყველაზე მეტად გინდა. თუ ესე შევხედავთ იუთუბერულად 100,000 არის ხოლმე ყველაზე ისეთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ნახვა თუ გამომწერი? გამომწერი. 100,000 გამომწერი, რომელიც აი ეხლა თავარ არხს ეგ თორნიკეტაძის არხი რაც არის 19,000 გამომწერია, წამგერ 5 წელია ვაკეთებ. მაგრამ მაინც კარგია. ხო, ზოგს ეგეც არ აქვს ხო. ხო და აი ეგ არის ხოლმე როგორი პირველი ნაბიჯი იცი რომ აი რაღაცა ესე იგი შევქმენი გავაკეთე და დაფასტა რა და ნუ მე ეხლა 9 მილიონზე და იმაზე აღარ არის საუბარი ეხლა მაგრამ პირველი 100,000-ის თემა. და თუ როგორც ადამიანი თორნიკეტაძე მაგასო თუ ეხლა აქეთ ამ მხარეს შევხედავთ ალბათ იმდენი რომ შევძლო რომ მაგალითად აი მოკლედ თქვა რა ძალიან ადამიანური თქვა რომ მაგალითად შვილებს არაფერზე აუთხრა უარი რა შეძლებიდან გამომდინარეც არ წუწუნებ და ცუდი ხადია ვის არ ყველა ისე გაიგებს როგორც უნდა მაგრამ ბავშვებიც იზრდებიან უფრო მეტი ჭირდებათ მეტი ყურადღებაც ფინანსური თემაც მეტი ყველაფერი და ალბათ კიდევ ერთხელ შევძლო იმდენი რომ არაფერზე არ უთხრა უარი რა როგორც შემიძლია რა თქმა უნდა ვაკეთებ ამ ყველაფერს მაგრამ უფრო მეტად მინდა რომ კიდე შევძლო ეს ყველაფერი რა მე როგორც მივხვდი თორნიკე შენ ყველა პროექტი გაგათვლილი რაღაც ყველა სხვადასხვა სეგმენტს ხო იმიტომ რომ რაღაც ერთ კონკრეტულს არ მოიცავ და გინდა რომ ყველასთვის რაღაც საინტერესო აკეთო სხვანაირად ვერ გააკეთებ ფიზიკურად რა კიდევ ერთხელ იმიტომ რომ მაგალითად იმ არხზე როცადე რომ სხვადასხვა პროექტი ყოფილიყო ხო არ გაამართლა რა იმიტომ რომ თუ არ გახვედი ცალკე და არ დადე და უშა ცალკე პროექტად, აი აზრი არ აქვს რა. და ეგ რაღაცნაირად არ და ეხლა როგორი 19,000 გამომწერი ყავს. და გინდა რომ დავუშვათ ახალი კონტენტი დაიწყო და დადოიგი და იცი რომ აი არა რა, აზრი არ აქვს და მე რაღაცნაირად ხო, ეგეც რაღაც ალგორითმზე და გამართლებაზე არა, ძალიან ისა შეიძლება რომ უცებისე გავარდეს. აი ბოლო 1 წელია მაგალითად აი რეპერების თემა რაც აღნიშნე და ბოლო 1 წელია, წელიწადზე მეტია უკვე რაც კონკრეტულად რეპერები და ჰიპ-ჰოპის გარშემო დავიწყე მაგარხზე. გაკეთება, აი ძალიან წამოიწია არხი რა, იმიტომ რომ ჰაიფშია ასე ვთქვათ. ძალიან მოწონთ ეს რეპერების თემა, მე წლების წინ ყოფილი რეპერი და ამბავში და რაღაცა და ძალიან თან მე ხა მით უმეტეს ისეთ ხალხთან ხა იუთუბერები რაზე გიждდებიან იცი რომ შენო რაღაცა უნივერსალური ადამიანი ხარო რა რეპერებთან შეხება გაქვს ამ ლეგენდების თემას შეხება გაქვს შოუ ბიზნესის ხალხთან შეხება ანუ ყველანაირ სეგმენტთან ყველანაირ ხალხთან შეხება საერთო ენას ყველასთან პოულობ და ყველასთან შეგიძლია რა კომუნიკაცია სადაც ჩვენო აი რაღაც ვეხვეწებით რომ მოვიდნენ და მოვიყვანოთ და არ მოდი იმიტომ რომ რაღაცა მიაჩნიათო ცანცაი და რაღაცაო და ხა მე რომ ვიცნობენ მაგალითად რომ ხა ჩამოყალიბებული პიროვნება რომ მივიდა ეტყვის რომ აი ჩემ გადაცემაში რაღაც არც ფიქრობენ რომ რაღაცა აი ერთ პატარა მაგალითად მოგიყვან მამუკა ჩარკვიანის გადაცემას რო ვაკეთებით მისმა მეუღლემ ცოტა ეჭვის თვალით შეხედა ამ თემას, იმიტომ რომ YouTube-ზე უნდა ყოფილიყო ეს პროექტი. იმიტომ რომ მაშინ მithubedes ცოტა კიდე სხვანაირად უყურებდნენ YouTube-ს რა. ნუ ისედაც ეგ თავობა ისედაც. რომ რაღაცაო სანსარი და რაღაცა ისეთი რაღაცაო არ იყოსო რა და ისეთ პიროვნება დამაკავშირა ბატონ მამუკას რომ არა უკაცო რას როგორ გეკადრება თუ აი რომ გაკეთდება გადაცემაო ჯერ თქვენ უყურეთ ნახეთო და
ესე იგი, რომ გავაკეთეთ, ხა თავს არ ვიქებ, ნახეთ და დარწმუნდებით ამ ყველაფერში, რომ გავაკეთეთ გადაცემა, რომ მიუტანეთ სანახავად, აი გებწები იტირა. კარგი, რასამ. თვითონ მამუკამაც მეუღლემაც და მამუკას მეუღლე მალიშა რომ ტელევიზიებშიც არ ხდება ამ დონეზეო ესე მონტაჟი და ყველაფერი, იმიტომ რომ იმდენად დეტალურად გავაკეთე ეს ყველაფერი, რომ იწვალე და ვიწვალე მაგას არ ვქია, იმიტომ რომ მართლა გონები 2 კვირაზე მეტი მარტო მონტაჟი დამჭირდა, რომ ხო გეუბნები ხა მით უმეტეს ყველა მითხრ რომ ბოლოს როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა ბატონი მამუკა და ძნელია რომ ხანხელი გიკანკალებს ხანის და გიტარაზე დაკვრა, ან პიანოზე დაკვრა და იყო რაღაც შეცდომები, ხო, მაგრამ მე ხა იმის გამო რომ აი ინტრიგა ყოფილიყო, რომ აი ჩავსვა ეგ მომენტი მაინც და მაინც ეგ არ გამიკეთებია ნამდვილად და ალბათ ეგ დაინახეს და ეგ მოეწონათ. როგორც ახსენე, ეგ მაგალითი ავიღოთ, რომ 2 დღეში 2000 ნახვა მოემატა, ხო? რატომ არის შენი აზრით მუდმივად, რომ როდესაც აღარ არის ადამიანი, მაშინ ხდება ყოველთვის მისი ესეთი განსაკუთრებული დაფასებათა რომ ცხადია ხა მამუკა ჩარკვიანი ყოველთვის ძალიან დაფასებულია. იმიტომ რომ ალბათ არ ვიცი რა დავარქვა, წყევლა დავარქვა, არ ვიცი რა დავარქვა მაგას, რომ სამწუხაროდ ეგ რეალობაა, რომ ადამიანი რო გარდაიცვლება. თან არ ვიცი ხა ეს მარტო საქართველოში ხდება თუ სოფლიოში, არ ვიცი, მაგრამ სამწუხარო რეალობა ესეა, რომ ოდითგანვე ჯერ კიდე რომ ადამიანი რო გარდაიცვლება, უსმენენ, არ უსმენენ, უყურებენ, არ უყურებენ, აი მერე იწყება, რომ აი როგორ მიყვარდა, როგორ ვაფასებდი, თუმცა ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი, მომღერალი და ასე შემდეგ, მე ვამბობ, კომუნისტების დროს ჯერ კიდე რომ ძალიან მაგარ ფილმებში იღებდნენ, ძალიან ბევრი ვიცი, მაგალითად აი შიმშილით გარდაიცვალა და 1000 ესეთი რაღაც, კიდევ ერთხელ არ მინდა ხომ ეხო პესიმიზმში გადავიდეს, მაგრამ აი რაც შენაყრიშე მაგასთან ილინკება, ეგ ამბავი ზუსტად რომ აი ეგრეა, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად რამდენი ერთი გინდა, ეხლა მაგალითად აი კახი კავსაძე რობერტ დე ნიროს მაგალითად ჩამოუვარდება, ან ალ პაჩინოს, ან აი სიტყვის მასალად საქართველოში მუდმივად პრობლემა არის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამერიკაშიც იღებენ ჩვენ მსახიობებს და ასე შემდეგ, ხო, აი რაღაცნაირად ისე ხდება, რომ აი თითქოს აი არ ვიცი დაფასებული არ არის თუ აი კაპიკებზე მუშაობ თუ რაღაცნაირად აი ისეა და მე ეხლა გარდაიცვლება ადამიანი და აუ როგორ მიყვარდა, აუ როგორ ვაფასები და აუ როგორ რაღაცა რა. როცა მაგალითად აი სიცოცხლეში დააფასე ხო ადამიანს. თუ ესე გიყვარს და იცი რომ უპირობითად უჭირს, მიდი და მაშინ დაეხმარა. თუ შეგიძლია რა. აი ხა მაგალითად მე მქონია შემთხვევა, რომ აი მაგალითად ეხლა ზაზა მამალაძე მომღერალი როა, მოვიწვიე იმ პროექტში ლეგენდები არ კვდებიან და რო უთხარი რომ ესეთი სახელი ქვია მეთქი პროექტს, რა სამბობ მე რა ლეგენდა. მე ვუთხარი 50 წელზე მეტია სცენაზე გახართ და ეხლა ლეგენდები ვისა რო გამოვა დღეს და TikTok-ზე 2 სიმღერას დადებს და 2 ტრენდს გადაიღებს და ცნობადი ვარ ეგ თემა, აბა ეგ არის ლეგენდა, მე ვუთხარი 50-100 წელი ეს თემა როა უკვე მე ვუთხარი ეგ არის, ეგ ამბავია და ის ხალხი უფრო თამდაბალია ბევრად. ვინც დღეს მინდა და მე თქვა ძალიან შეიცვალა და ძალიან ჩაანაცვლა აი თუნდაც TikTok-მა აი რა ამ პლატფორმებმა ის რეალური ნიჭი რაც იყო. იმიტომ რომ ეხლა ყველა ინფლუენსერია, ყველა ცნობილი სახე და შეიძლება ითქვას ცხადი არავისაც წან არ ვამბობ, მაგრამ უფრო ცნობადები და უფრო დაფასებულები არიან და უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ. საარსებო ვიდრე იმ ზუსტად ლეგენდებს, რომლებიც ამდენი წელია საქართველოს რამდენი თაობა გაზარდეს, ხო? კი ბატონო, კი, სამწუხარო რეალობაა, კი, იმიტომ რომ TikTok-მა მისცა ის საშუალება ადამიანებს, რომ ის 3 წამიანი თუ 5 წამიანი ვიდეო რაც არის, უცებ გავარდება, ნახავს ამდენი ადამიანი, თუნდაც ეხლა სახელებს და გვერდებს რა თქმა უნდა არ დავასახელებ და არ არის საჭირო, ცნობილი ცოლ-ქმარის დრამა რომ მიმდინარეობს დღემდე TikTok-ზე, ესე იგი რაღაცებს ხუმრობ ხომ ეხლა მე ყოველ შემთხვევაში აი ვაღიარებ რომ რაღაცებით ვერთობი მაგრამ დაცინვით არასოდეს არ დამიცინია ნამდვილად იმიტომ რომ ყველაზე ცუდი საქციელია რომ დაცინო ადამიანს რა მაგრამ რაღაცები მომიჭრია იმათი და მე ზემოდან ჩემი დამიდია რომ აი ეს ამბავი და რაღაცა და ხუმრობის ამბავში რა და შენი კომენტარი გაგიკეთებია თუმცა დაცინვით აი ეგ ვიდეო რო გამიკეთებია აი არ ვიცი. მე ვნახე რაღაც ძალიან ბევრი ლაიქი. 9 მილიონი ნახვა, 400,000 ნახვა Facebook-ზე. და როცა შეიძლება შენი სიმღერა დადო ადამიანმა და ხო რაღაცა, რავი,
50,000-ზე თუ ავიდა, ეგეც აი, რა ვიცი, 20,000 ხო ხდები და რაღაცა სავალალო შედეგებზე ვართ ბიზური სამწუხაროდ. სამწუხაროდ მართლა ძალიან ეს რო დაფიქრდე სიღრმისეულად, მართლა ძალიან სამწუხაროდ. ადამიანებს უფრო აინტერესებს სუისი პირადი ცხოვრების დრამა და ისტორია. TikTok დრამები. ხო, ვიდრე რაღაც რეალური იმის პასუხი. ხო, ძალიან სამწუხაროა. რადგან ესე ყველაფერში სამჩენდელად დასასრულისკენ წავა, კიდევ მე კითხვა, რამდენი კითხვა. რადგან ესე მრავალმხრივ გაქვს დაუშვათ ეს ნიჭი განვითარებული რა ხელოვანი ადამიანი ხარ. სხვა რაღაცებზე არ გიფიქრია პირობითად აი ხატვა, სამსახიობო, კარიერა. თუ აი მხოლოდ ხატვაში რო გითხრა რომ რაღაცა არა, მაგრამ აი სამსახიობოს რაც შეეხება, პრინციპში არტისტები ნახევრად ეგრეც გამოვდივართ, იმიტომ რომ იმდენ ვიდეოში ვიღებთ მონაწილეობას, რომ რაღაც მომენტში თითქოს ხომ არა, ესე რომ კასტინგებზე მივსულიყავი. ხო, ისა ეხლა ყველა ხედავს, მაგრამ ძალიან საინტერესო ესე ქართული რაღაცნაირი მეფისროლი მომიხდებოდა. აი, მართლა მოგიხდებოდა ისეთი ვიზუალი გაქვს, ძალიან ბევრი კარგი როლი მოგიხდებოდა. ერთი ორ ფილმში ვარ, ოღონდ ძალიან ღრმა ბავშვობაში 12-13 წლის ვიყავი, რაღაც საბავშვო პროექტები იყო ხოლმე და იყო ასეთი ბესიკ ხინთიბიძე პროდიუსერი, ეგ იღებდა ხოლმე ფილმებს და რაღაცა ფილმებში ვარ ესე, მაგრამ ძალიან ესე გაკვით ასე თქვათ რა, მაგრამ აი ხაც მაგალითად რა ვიცი, ხო, პრინციპში ხა ისეთი ხალხი გამოყავთ ხოლმე, რომ პრინციპში რა ვიცი ხა, მეც რო გამომიყონა, ცუდი არ იქნება, მაგრამ რა ვიცი ხო. იმედია ცუდად არ ვიღებენ ამ ყველაფერს, მაგრამ რა ვიცი ხა. მელოტი წვერიანი რამდენია ხოლმე, ეკი ხუდი მახურას, მაგრამ ხო, ბოროტის როლი შემიძლია, მაგალითად, ფსიქოპათის და ძალიან საწყალი კაცი. ყველანაირი როლი შემიძლია შევასრულოთ, რომ ტყუპები ვარ ჰოროსკოპით, ასე ვთქვათ. რაღაცებს შეიძლება ამოწან, შეიძლება დატოვონ, მაგრამ რა ვიცი, მე პირდაპირ ვარ ხოლმე, რა გავაკეთე. ყველაფერს დავტოვებ, იმიტომ რომ ნოი. გულის ხო? და მე თახმი. ოკეი, დრო იცოდეთ. არსებობს თორნიკე დათიშვილი, რომელსაც შეუძლია მოიგოს ნებისმიერი როლი. თან დარწმუნებული ვარ, რომ კარგად გამოვა. ხო, რაღაცა თან რა იცი, იმდენად მიყვარს მაგალითად ეს რაღაცა ეს ხიარულება, რომ გონია რომ აი დრამას უფრო ისე შევასრულებდი რაღაც ისეთ როლს რა, აი უფრო რაღაც სერიოზულს და რაღაცა გონია რომ იმდენად ისედაც ეს ხალხის გართობაში და ამბავში და რაღაცა რომ რაღაცა აი კომედიურ როლს უფრო ვერ შევასრულებდი. მეც მგონია რომ უფრო აი დრამა მოგიხდებოდა და რაღაცა მაფიოზი. რატომაც არა. ასე რომ ველოდები შემოთავაზებდი. ოკეი, სპონსორს ველოდებით. აუ, ეგ სამსახიობო კარიერის განვითარებას ველოდებით. იმისა მე საერთოდ გონია რომ უნდა პირდაპირ მიხვიდე და პირდაპირ თხოვა ადამიანებს და კომპანიებს და არა მართლებს შემოგარგო, არა მართლებს რაღაცა ძალიან ხელჩაქნეული რაღაცებს მოგიყვები კამერის გარეშეც მე, იმიტომ რომ არა მართლებს ისეთი რაღაცა იმა გამოვლი რომ არა მართლებს სამწუხაროდ ხელჩაქნეული არა. ძალიან კარგი რესპონდენტი ხარ წამყვანთან ერთად. შენი გადაცემა ცოტა უფრო ისეთი შინაგან სულიერ საყვარელზე იყო მიმართული, ხო? და მითხარ მე როგორი რესპონდენტი ვიყავი შენ? შენ ძალიან კარგი რესპონდენტი ხარ ჩემთვის. როგორი რესპონდენტი იყავი და იქვე აღნიშნე რომ ძალიან კარგი, იმის და მიუხედავად რომ ჩვენ კლიშეები დავანგრიეთ, ხო გახსოვს? რომ აი ეს შეხედულება რა აქვს ხომ რომ მხოლოდ TikTok-ზე გამოდიან, ცანცარებენ და რაღაცა და ამის და მიუხედავად ისეთი კითხვები დავუსვი და ისეთ ღრმა ფილოსოფიურ თემებზეც ვისაუბრეთ, რომ ძალიან კარგი პასუხებიც გამეცი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. სხვადასხვა მართლა ძალიან ესე სასიამოვნოდ გამოვიდა ეს ყველაფერი. შენ თუ ხარ კმაყოფილი? კი, მაგას ვამბობ. არა, ამ გადაცემით. ამ გადაცემით რომ დაიდება. და ვუყურებ. საერთოდ მინდა გითხრა რომ არაფერს ამოჭრას არ ვაპირებ. ხო, კარგი, მაშინ კმაყოფილი ვარ თუ ეგრეა. იყოს, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ რაღაცაზე ვისაუბრეთ ამოჭრასთან დაკავშირებით და შენ მითხარი რომ არა. ხო, რატო იცი რომ ზუსტად ესეთი რაღაცები უნდა იყოს. მე, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა იყოს. თუ YouTube-ს ვეხებით, მაშინ ხო და ჩემთან გადაცემაში ვისაუბრეთ, გახსოვს რომ აი ტელევიზიას აქვს რაღაც კლიშეები, ის უფლებასაც რაღაცას არ გაძლევს, რომ ბოლომდე ყველანაირად გახსნილად იყო და აქედან გამომდინარე ტელევიზიაში მაინც უფრო ვიკავებ ხოლმე თავს რომ აი რაღაც ბოლომდე კიდე რაღაცნაირად აწამოხდეს რაღაცა ისეთი. აბსოლუტურად გასაგები და ხო, ეგ ამბობია. მართებულია. კი ბატონო. დიდი მადლობა თორნიკე. დიდი მადლობა შენ რომ მომიწვიე. რას ამბობ და მართლა მთელი გულით გისურვებ წარმატებებს.
ძალიან დასაფასებელია შენი შრომა, შენი ამდენი ენერგიის ჩადება შენ საყვარელ საქმეში და რომ არ იზარებ და ყველაფერს ცდილობ ამას სრული გულწრფელობით გეუბნები და იმასაც რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ცოტა ადამიანი შეიძლება გამოინახოს, ვისაც მართლა მთელი არსებით ესე უყვარს მისი ყველა პროექტი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს პირველ შეხვედრაზეც და შენ არა მხოლოდ აკეთებ, არამედ გიყვარს. ყველა შენი პროექტი გიყვარს და ყველა შენი გადაცემა გიყვარს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დაგიფესდება. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. თან მithubat სეზონის გახსნა არის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო კიდე განვითარდება ეს გადაცემა, უფრო და უფრო საინტერესო სტუმრები, კარგი ექსკლუზივები და ერთი ბოლოს თუ შეიძლება რომ მეკითხო რა, სხვა პროექტსაც ხო არ ფიქრობ თუ მხოლოდ ერთზე ხარ შენ გაჩერებული. ცოტა რომ დამემსგავსო არ გინდა მაგ ამბავში. იცი რა, ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვარ. ერთზე. თუმცა მე ხო ჰაერის ნიშანი ვარ ხო ვისაუბრეთ, ამიტომ არ ვიცი საღამოს ახვალ დილით რა იდეა წარმოიშვება ჯობს გონებაში. ძალიან კარგი, რა ვიცი, აბა მე გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა ყველაფერს მოწვევს და დაფასებას. გემშვიდობებით და მადლობა შესწავლობისთვის. აი. აქ უნდა ეს?